იორდანიაში. იორდანიამ დღეს დილით 8 ირანული რაკეტა ჩამოაგდო, რომლებიც სამეფოს მიზანში იღებდნენ. ეს ხდება იმ დროს, როცა აშშ-ს დაძაბული ბრძოლა აქვს ირანზე თავდასხმებთან დაკავშირებით. მათ შორის ცეცხლი გაუხსნა გემს, რომელსაც ბრალად ედება ირანის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადის გარღვევის მცდელობა. იორდანია, ისევე როგორც სხვა არაბული ქვეყნები, რომლებსაც ისლამური რესპუბლიკა რაკეტებით ესმის თავს, მასპინძლობს რამდენიმე ამერიკულ სამხედრო ბაზას და აშშ-ში იქ მნიშვნელოვან სამხედრო ძალას ინარჩუნებს. მაგრამ 8 რაკეტა ნამდვილად ხუმრობა არ არის და განსხვავებით ზოგიერთი სპარსეთის ყურის სახელმწიფოსგან, რომელსაც ირანი ესხმის თავს, იორდანიას საკმაოდ სერიოზული სამხედრო ძალა ჰყავს. ბაშარ ჯარარი, იორდანო, ამერიკელი პოლიტიკური ანალიტიკოსი და მედია კონსულტანტია. ისახო ჩვენთან ერთადაა. ბაშარ, რატო ესხმის ირანი იორდანიას ასეთი ინტენსივობით შეიძლება ითქვას ამ კონკრეტულ ეტაპზე? ეს მათი სასოწარკვეთილებიდან გამომდინარეობს. მე ვფიქრობ, ნატაშა ყველას ახსოვს, როგორც ცდილობს ირანის რეჟიმი საკუთარი პროპაგანდის გაყიდვას, საკუთარ აუდიტორიასა და მათ პროქსებთან რეგიონში. ისინი ამბობენ, რომ ვერ დაუპირისპირდებიან, მაგრამ მაინც უპირისპირდებიან და ეხლა უზარმაზარ მარცხს აწყდებიან. რადგან ისინი ცდილობენ დრონებისა და რაკეტების გაგზავნას, არა მხოლოდ იორდანიის საჰაერო სივრცეში შეღწევას, არამედ იორდანიის სუვერენიტეტის ხელყოფას, ასევე ცდილობენ იორდანიულ საზოგადოებაში შეღწევას, რომ შექმნან ისეთი დაყოფა, რომელიც მათი აზრით მეტ მხარდამჭერს მოუტანს და ისინი არაერთხელ დამარცხდნენ. ისინი 10 წლეულებია ამას ცდილობენ. იორდანიულ საზოგადოებაში შეღწევას ცდილობდნენ ისეთი ნარატივებით, როგორიცაა პალესტინის გათავისუფლება, პალესტინა, ალ-ქუდსის არმია, ასეთი პროპაგანდით და ეს არ გამოუვიდათ. ისინი არაერთხელ დამარცხდნენ და ეხლა ისინი ცდილობენ ესკალაციით გამოიწვიონ ისეთი რეაქცია, რომელიც მასიურ ჩართულობამდე მიიყვანს. და მე მჯერა, რომ ეს არ მოხდება, რადგან ყველა აცნობიერებს, რას ცდილობს ირანი. და ყველა არაბული ქვეყანა, ყველა მოკავშირე ერთი ან სხვა გზით კოორდინაციას უწევს ირანის ამგვარი განმეორებადი აგრესიულობის წინააღმდეგ ბრძოლას. მათთვის არანაირი სამხედრო უპირატესობის მინიჭების გარეშე, რომ მათ შეუძლიათ შეცვალონ შეტაკების წესები, რაც ძალიან ნათელია ყველა მხარისთვის. იორდანიამ ირანის რაკეტები ჩამოაგდო ბოდიში, უკვე რამდენჯერმე, მაგრამ რეალურად ირანთან არ იბრძვის. ის არ არის აშშ-ს სამხედრო კამპანიის ნაწილი. ისტორიულად ცდილობდა რეგიონულ კონფლიქტებში არ ჩართულიყო. რატომ ფიქრობთ, რომ ირანი მაინც აგრძელებს მის მიზანში ამოღებას? იცით და მაინტერესებს, რას ფიქრობთ იორდანია, ეხლა როგორ უპასუხებს ამ ბოლო თავდასხმების ტალღას? მოთმინებასაც აქვს საზღვარი. და მჯერა, რომ ეს იორდანიის ხელმძღვანელობამ არაერთხელ დააფიქსირა სხვადასხვა შემთხვევაზე. ისევე როგორც არაბული ქვეყნები, რომლებიც ირანელების მხრიდან ძლიერად არიან მიზანში ამოღებული. როგორც ქუვეითი, ბაჰრეინი და იორდანია, სადაც ბოლო დროს ამ ამბების გაშუქების ფორმატში გარკვეული ცვლილებები შეინიშნება. და ჩვენ ვხედავთ, რომ უფრო აშკარაა, რომ ამ მოთმინებას აქვს ზღვარი და ეს შეიძლება იყოს ერთგვარი პასუხი. ეხლა თავდაცვა წარმატებით ახერხებს იორდანიაზე დამიზნებული ყველა რაკეტის ჩამოგდებას. ისინი ცდილობდნენ ეთქვათ, რომ ესეთი ტიპის და იორდანია, როცა მათ ჩამოაგდებს, ეს ნიშნავს, რომ ის სამხედრო დაპირისპირების ნაწილია. მაგრამ აშკარად, ყველა შემთხვევა, რომელიც ამგვარ პროპაგანდას ეწინააღმდეგება, ამბობს, არა, თქვენ ესვრით იორდანიას და სამოქალაქო ობიექტებს იორდანიაში, ქუვეითში და ბაჰრეინში. ამ შემთხვევაში რაღაც უნდა გაკეთდეს. და მე მჯერა, რომ კეთდება პოლიტიკური განცხადებები, მაგრამ ვერავინ გამორიცხავს გარკვეულ ეტაპზე რეაქციის შესაძლებლობას. ეს ნამდვილად დიდი გადაწყვეტილება იქნება. და ეს შეიძლება იყოს მიღებული ცალმხრივად ან ერთობლივად. მართალია. დაველოდებით და ნახავთ რა მოხდება. ბაშარ, რას ფიქრობს იორდანიის საზოგადოება ირანის ამ თავდასხმებზე? არის თუ არა საზოგადოებრივი ზეწოლა იორდანიის მთავრობაზე, რომ უპასუხოს? ამაზე ადრე მინიშნება უკვე გავაკეთეთ წინა კითხვებში, მაგრამ ეხლა პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ საზოგადოება სულ უფრო მეტად ერთიანდება იმაში, რომ უარყოს ის, რასაც ირანი ცდილობს თავს მოგვახვიოს. ირანი ამბობს, რომ ეს ომი მისა და სხვა მხარეებს შორისაა,
ანუ ირანს, ისრაელსა და ამერიკას შორის, რაც საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს. ირანი ეხლა ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე მათი სამიზნეა. მათ სურთ მისი კონტროლი. მათ სურთ ამ ტერიტორიის კონტროლი. ეხლა კი ისინი ჰუთებით იმუქრებიან, რომლებიც კვლავ ესქმიან თავს საუდის არაბეთს. ამიტომ იორდანიის საზოგადოება იცნობს ამ საკითხს. იორდანიაში პოლიტიკური პარტიებიც კი, მათ შორის ანტიამერიკულები და ანტიისრაელურები, იციან, რომ ირანელებს საკუთარი დღის წესრიგი აქვთ. და ამას უნდა შეხვდნენ მტკიცე და ურყევი დამოკიდებულებით. ეროვნულობით განპირობებული, რომელიც უარს იტყვის ომში ნებისმიერ ჩართულობაზე, თუ ეს არ არის თავდაცვითი. ამიტომ იორდანია თავს შეიკავებს ამ ომში ნებისმიერი სახის ჩარევისგან. მაგრამ იორდანიის სუვერენიტეტთან დაკავშირებით ყველა ერთ აზრზეა. ყველა იორდანიის არმიის გვერდითაა, რომლებიც ქვეყანას ირანული თავდასხმებისგან იცავენ. კარგი ბაშარ, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენთან შემოერთებისთვის. მადლობთ.